შემდეგ აგზელებს პავლე მოციქული, რომ რა კი შვილები და ჩვენ შვილები ვართ, სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, ანუ ჩვენ ხო სისხლი და ხორცი გვაქვს. თავადაც ეზიარა მათ, ანუ თავად ქრისტემაც, როგორც ზეღვთისა მიიღო ჩვენნაირი სისხლი და ხორცი. ანუ ჩვენ ერთი სისხლი და ხორცი გვაქვს ადამიანებს, თავადაც მიიღო ჩვენნაირი სისხლი და ხორცი და როგორც იცით, მისტიკურად უერთდებით მას ეკლესიაში და რას აკეთებს? ჩვენნაირი სისხლი და ხორცი რომ მიიღო, რატო გააკეთა ეს? ჩვენნაირი გახდა, იმიტომ ძმას იმიტომ გვიწოდებს, ძმებს და დებს, რათა სიკვდილით განექარვებინა ის, ვისაც ხელმწიფება აქვს სიკვდილისა. ანუ თავის თავში სიკვდილის შემოშვებით და მერე გაცოცხლებით მოკლა განაქარვა ის, ვისაც ხელმწიფება აქვს სიკვდილისა, ანუ ეშმაკი. ანუ ეშმაკი მოკლა, ეშმაკი დაამარცხა. იმიტომ რომ ეშმაკის ყველაზე რითი ჯობნის ყველაზე მეტად ადამიანებს, რითი აშინებს, რითი აფრთხობს, გესმით, რითი ვაგდებს უსასოებაში და ამ შემდეგ, იმიტომ რომ უნდა მოუკვდეთ სიკვდილით. და ამიტომ ზუსტად ეშმაკი დაამარცხა, ანუ ეშმაკს წაართვა ინსტრუმენტი სიკვდილისა. რა თქმა უნდა, ჩვენ ფიზიკურად უნდა მოუკვდეთ. მაგრამ ამ სიკვდილს აღარ აქვს ძალმოსილება, რაც აქვს ურწმუნო ადამიანისათვის, იმიტომ კი არა რელიგიური ხარ. არა, იმიტომ რომ თუ ქრისტიანი ხარ, შენ გძნობ შენში სიცოცხლეს, რომელსაც ვერ შეეხება ვერანაირი ეშმაკი, იმიტომ რომ ეს სიცოცხლე თავად იესო ქრისტეა. თუ ადამიანი არც ერთი წამი არ არის ქრისტეს გარეშე, მას სიკვდილის როგორ შეიძლება შეეშინდეს? და ეს თეორია თუ პრაქტიკაში შენში რეალიზდა, შენ მართლაც აღარ გეშინია სიკვდილის, იმიტომ რომ შენთვის ის აღარ არსებობს, იმიტომ რომ შენ ცოცხალი იმიტომ კი არა ხარ, რომ შენი ხორცი ფეთქავს. არამედ შენ ცოცხალი იმიტომ ხარ, რომ შენ და ღმერთი ერთად ხარ. ეს განიცდება, ეს შეიგრძნობა და ეს არის იმ დიდებული ბედნიერების წინაგემოს ხილვა, რომელიც მარადისობაში გველოდება.